მოგესალმებით. ეთერშია ინდუსტრიული მაცნე. მე სოფოლ ეთოდიანი ვარ. დღეს გადაცემაში ნახავთ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას საქართველოს პროფესიული კავშირების ხელმძღვანელები ესტუმრნენ. 2016 წლის შეჯამება, ფეროშენადნობების ინდუსტრიის დინამიკა და 2017 წლის საინვესტიციო გეგმები. რუბრიკაში პროფესიული და პიროვნული პორტრეტები, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის წერეთლის მაღაროს მთავარი ენერგეტიკოსის გიორგი ღავთაძის შესახებ გიამბობთ. გამოშვების დასაწყისში გაგაცნობთ კომპანია ჯორჯიან მანგანეზის გასული კვირის წარმოების მონაცემებს. გასული კვირის განმავლობაში ვარციხე-ჰესის გამომუშავებულმა სიმძლავრემ 9854 მეგავატ-საათი შეადგინა. კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა 22408 მეგავატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა. ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელმა კომბინატმა 5052 ტონა მანგანუმის კონცენტრატი აწარმოა. გასული კვირის განმავლობაში ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ ჯორჯიან მანგანეზის ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატისგან 3873 ტონა მანგანუმის კონცენტრატი მიიღო. კონტრაქტორმა საწარმოებმა ჯორჯიან მანგანეზ ჯამში 1726 ტონა მანგანუმის კონცენტრატი მიაწოდეს. ფეროშენადნობთა ქარხანამ გასული კვირის განმავლობაში 3729 ტონა სილიკომანგანუმი აწარმოა. ინდუსტრიული მაცნე რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას წარმოების მონაცემების შესახებ. განვაგრძობთ გამოშვებას. კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების ხელმოწერიდან 3 თვის შემდეგ ფეროშენადნობთა ქარხანაში სტუმრად საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე იმყოფებოდნენ. ჩვენი კორესპონდენტი მოგითხრობთ. კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის შემდეგ ფეროშენადნობთა ქარხანაში სტუმრად საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი თამაზ დოლაბერიძე იმყოფებოდნენ. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვოლოდიმერ ლოზინსკიმ და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილი გერეგამ საწარმოს პასუხისმგებელ პირებთან ერთად სტუმრებს ქარხანაში უმექსურეს. პირველი ობიექტი, რომელიც მათ დაათვალიერეს და იქ არსებულ პირობებს გაეცვნენ, მუშათა სასადილო იყო. ქარხნის მუშა მოსამსახურეებს შეღავათიან პირობებში შეპესე ან ფუდ სერვისი უწევს მომსახურებას. ამის შემდეგ მათ პროდუქციის მწარმოებელ საამქროში გადაინაცვლეს და ლითონის გამოშვების პროცესს დაესწრნენ. ამ საამქროში მეორე, მეოთხე და მეექვსე სადნო მღუმელებზე რამდენიმე თვის წინ კომპლექსური შუალედური სამუშაოები ჩატარდა, რაც მათი ექსპლუატაციის ვადას რამდენიმე წლით გაახანგრძლივებს. მოდერნიზება განიცადა ასევე პირველი საამქროს გაზგამწმენდმა უბანმა, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. სტუმრებმა მოგვიანებით კეთილმოწყობილი აბანო გასახდელები დაათვალიერეს. სტუმრები გაეცვნენ ასევე მეოთხე საამქროს მუშაობის პრინციპს. განსაკუთრებული ინტერესით დაათვალიერეს 24 ექსპერიმენტული ღუმელი და გაზგამწმენდი უბანი. სასადილო აბანო გასახდელები იყვნენ სეპარაციის უბანზე. საწარმოს ხელმძღვანელებმა სტუმრებს აჩვენეს მოსასვენებელი ოთახები, რომლებიც ქარხნის ყველა აქტიურ უბანზეა მოწყობილი. მოინახულეს ახლად დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ პროექტების განხორციელებით მუშა მოსამსახურეთა სოციალური პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ასევე აღსანიშნავია, რომ სტუმრები იმყოფებოდნენ საქარხნო მუზეუმში. ირაკლი პეტრიაშვილმა ქარხნის მონახულების შემდეგ საწარმოს მენეჯმენტის მიერ ეკოლოგიის, მუშა მოსამსახურეთა ჰიგიენისა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით წინგადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. ასევე შეეხო იმ სოციალურ გარანტიებს, რომელიც ბიზნესისა და იქ დასაქმებული ადამიანების საერთო პოზიტიურ ინტერესს წარმოადგენს. პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებას მხარეთა შორის ახალ პარტნიორულ ურთიერთობაზე გადასვლა უწოდა. ჩვენ გადავედით პარტნიორულ ურთიერთობაზე. მე მინდა რომ შემდგომი ნაბიჯები იყოს გარკვეული კორპორატიული პატრიოტიზმისკენ გადადგმული, რომ ადამიანები არ იყოფოდნენ და უშუალოდ რაღაც
მეწარმეს და დამსაქმებელს არ უყურებდნენ როგორც ესე ვთქვათ რაღაც მისი უფლებების დამრღვევს. არამედ მათ გული უნდა შესტკიოდეთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვინმე ამ კომპანიას აჯარიმებს, თუ ამ კომპანიის მიმართ ვინმე მესამე პირს რაღაც პრეტენზიები აქვს, ესენი უნდა აღიქვამდნენ თავიანთ პრობლემას. თუ ვინმე აჯარიმებს, ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ ხელფასებზე, მათ სოციალურ გარანტიებზე ეს იქონიებს და უშუალოდ გავლენას და აი ამას ნიშნავს სწორედ კორპორატიული პატრიოტიზმი და ამის საფუძველი არა მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულებაა, ამის საფუძველი გახლავთ ეკოლოგიასთან დაკავშირებით გადადგმული ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც გაწია ამ კომპანიამ და რომელიც ვნახეთ, მათ შორის მოქალაქეებისთვის ასახსნელია და გასაგებია, რომ არანაირი გამორთვა და გადართვა რაღაც არ ხდება და ეს მუშაო სრული სიმძლავრით და ეკოლოგიაზე ფიქრობს და უშუალოდ აქაური დამსაქმებელი ეს ერთის მხრივ, მეორეს მხრივ ჰიგიენის თვალსაზრისით იგივე სასადილოები, იგივე გასახდელები ხარ ამ მდგომარეობაში იყო და ერთ-ერთი მოთხოვნა მახსოვს 2007 თუ 8 წელს იყო ეს თქვათ აქ ესეთი ტიპის დაპირისპირება, სწორედ გასახდელების, სწორედ სველი წერტილების პრობლემა იყო და ხედავთ, რომ ამისკენ ნაბიჯები იდგმება სოციალურ გარანტიებთან დაკავშირებით არის უამრავი და უშუალოდ საკითხი კოლექტიურ ხელშეკრულებაში რაც გახლავთ ჩადებული და ბუნებრივია აი ეს ბადებს განცდას, რომ გადმოიდგა ადმინისტრაციის მხრიდან ნაბიჯი, გადაიდგა პროფკავშირების მხრიდან ნაბიჯი, ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს პარტნიორობისკენ. მესმის, რომ შეიძლება სხვადასხვა და უშუალოდ ესე ვთქვათ მოთხოვნები კონდეს ადმინისტრაციას, პროფკავშირებს, დასაქმებულებს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ დამსაქმებელი დასაქმებულის გარეშე, დასაქმებული დამსაქმებლის გარეშე ვერ იარსებებს საქართველოს ეკონომიკაში უდიდესი წვლილი აქვს ამ კომპანიას და ბუნებრივია ესე თანხვედრა პოზიციების უნდა გაგრძელდეს და ნორმალური სიტუაცია უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც კიდევ და კიდევ უფრო განავითარებს აქ ბიზნესს და ბუნებრივია ამ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანებს. 2016 წლის შეჯამება, ფეროშენადნობების ინდუსტრიის დინამიკა და 2017 წლის საინვესტიციო გეგმები. ამ საკითხებზე სასაუბროთ დღეს გადაცემაში ორი სტუმარი გვეყოლება. პირველი კითხვით ჯორჯიან ამერიკან ელოიზის ფინანსურ დირექტორს ბატონ ბარი ნესს მივმართავ. ბატონო ბარი, თქვენ ფინანსურ ზედამხედველობას უკეთებთ საწარმოებს ორ კონტინენტზე და უშუალო შეხება გაქვთ GAA-ის ექსპორტ-იმპორტის სისტემასთან. როგორ დაახასიათებდით გლობალურად ფეროშენადნობების ინდუსტრიის დინამიკას 2016 წლისთვის? The markets for our products in 2016 changed dramatically over the course of the year. პროდუქციის ბაზარი მკვეთრად შეიცვალა 2016 წლის განმავლობაში. გასული წელი დავიწყეთ დაბალი მოთხოვნით, ჭარბი მარაგით და დაბალი ფასებით. წელიწადის მანძილზე რესურსებსა და განვითარებაში ჩვენ მანგანუმის მადნების წარმოების ძალიან მნიშვნელოვანი ზრდის და პროდუქციის შეჩერების მოწმენი გავხდით. ვინაიდან ისინი ვერ იარსებებდნენ ფასის დონეზე, მარაგზე მოთხოვნით ბევრი რამ დარეგულირდა. მოთხოვნის ზრდასთან ერთად ფასები გაუმჯობესდა. წელიწადის მანძილზე ფასი ნელ-ნელა გამოსორდა, ხოლო ბოლო კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო. 2017 წლის დასაწყისში ჩვენ ძალზე გვახარებს ის ბაზრები, რომლებზეც ვოპერირებთ, გვაქვს კარგი მოთხოვნები, ჩვენ ვაფართოებთ ჩვენი ბაზრის არეალს, სადაც ვყიდით ჩვენს პროდუქციას. ჩვენ კარგი ფასები გვაქვს ბაზარზე, მარაგის დაბალანსებული მოთხოვნა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მწარმოებლების სასარგებლოდაა. ასე რომ 3 წლის შედარებით მწირი ბაზრის შემდეგ, ჩვენი ჯგუფი 2017 წელს ჯანსაღი ბაზრითა და პროგნოზებით ვიწყებთ. ამერიკას ახალი პრეზიდენტი ყავს, რომელიც იქადის ამერიკული წარმოებების გამოცოცხლებას და ამერიკელთა მეტ დასაქმებას ქვეყნის შიგნით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მემორანდუმი, რომელიც ბოლოს მოვისმინეთ, ამერიკის პრეზიდენტის ხელმოწერილი იყო ორი დიდი ნავთობსადენის, დაკოტა იქსელის და კისტოუნის მილსადენების პროექტების განახლება. რამდენად დაეხმარება ეს და მსგავსი პროექტების განახლება ამერიკელი ფოლადმწარმოებლების გამოცოცხლებას და ფეროშენადნობებზე მოთხოვნის გაზრდას? Generally, what I've read, the steel industry in the United States. საერთოდ რაც მე წავიკითხე ფოლადის მრეწველობას ამერიკის შეერთებულ შტატებში, სჯერა რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა პოზიტიური ნაბიჯია ფოლადის მრეწველობის განვითარებაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფოლადის წარმოებას პრობლემები ჰქონდა მაღალი იმპორტისა და დაბალი ფასების გამო. ბევრი სავაჭრო საქმე იყო წარმოებაში მიღებული. ბოლო 2 წლის განმავლობაში პოზიტიური ძვრები იგრძნობოდა. მაგრამ ეს ძალიან ნელი პროცესი იყო.
ამასობაში მრეწველობას პრობლემები ექმნებოდა. თავისი საარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ იგი აპირებს სამართლიანი სფეროს სამართლიანი სათამაშო არეალის შექმნას მოთხოვნებთან მიმართებაში. მან ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგა. მაგალითად, აჩქარა სავაჭრო საქმეების პროცესი. მან მიანიშნა, რომ აპირებს მომავალ წლებში გამოინახოს გზები დიდი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, რაც პოზიტიური იქნება ფოლადის წარმოებისთვის. ბევრი ითქვა საზოგადოებაში მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯებია მათთვის, რომლებიც არმატურას ამზადებენ ფოლადის მრეწველობაში. მილსადენები, რაც გადის ქვეყანაში, პოზიტიურია. მან ასევე მიანიშნა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება ამერიკული პროდუქციის მოთხოვნების შესაბამისად. ფოლადის წარმოებისთვის ეს ყველაფერი ძალიან კარგია. თუ ფოლადის წარმოება ვითარდება, ასევე ვითარდება მოთხოვნა ჯორჯიან ამერიკან ელოიზის პროდუქციისადმი. მოთხოვნის ზრდა ხელს უწყობს ფასების ზრდას და ფოლადის წარმოება უმჯობესდება მოცულობის მხრივ. ასე რომ, საბოლოო თვალსაზრისით დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა ამერიკული წარმოებისთვის დადებითი იქნება. ბატონო ბარი, მოკლედ რომ გითხრათ, როგორია თქვენი საინვესტიციო გეგმები 2017 წელს ქართულ აქტივებთან დაკავშირებით? Our plans at this point in the year ამ ეტაპზე ჩვენი გეგმები ჯერ კიდევ მოლაპარაკების სტადიაზეა. შეხვედრა გვაქვს მომავალ კვირას. ჩვენ დეტალურად მიმოვიხილავთ მთავარ პროექტებს. გარემო, ბაზარი სწრაფად იცვლება და ჩვენ განვაახლეთ ჩვენი პროგნოზები. ასე რომ ამ ეტაპზე მე არ შემიძლია ვისაუბრო კონკრეტულ პროექტებზე, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მოვიძიეთ მნიშვნელოვანი ფინანსები აქ, საქართველოშიც და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც არის 2 ქარხანა და ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციების მოძიებას იმ პროექტებისთვის, რომელთაც მისაღები ანაზღაურებადობა აქვს. მე ახლახანს დავასრულე ჩემი ვიზიტი ზესტაფონის ქარხანაში. ნახე პროგრესი შარშანდელ წელთან შედარებით. ეს იმ რამდენიმე წლიანი პროგრამების გაგრძელებაა, რომელთაც მე ვაკვირდები. ეს ყველაფერი დადებითია. ვხედავ, რომ უამრავი ინვესტიცია ჩაიდო და ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება. გმადლობთ იმისთვის, რომ უპასუხეთ ინდუსტრიული მაცნეს კითხვებს. ჩვენი შემდეგი სტუმარი ჯორჯიან ამერიკან ელოიზის ქართული მხარის ფინანსური დირექტორი ბატონი მერაბ ლომინაძეა. ბატონო მერაბ, მოკლედ რომ შეაჯამოთ გასული 2016 წელი. როგორი იყო ჯორჯიან მანგანეზისთვის, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის გლობალური კრიზისული გარემოებების და აქედან გამოწვეული იძულებით, 4 თვით მადნის მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებით. რამდენად შეძლო კომპანიამ დანაკარგების თავიდან არიდება და დაგეგმილი პროექტების რეალიზება? 2016 წელი გახდათ საკმაოდ რთული წელი, როგორც ჩვენი კომპანიისათვის, ასევე ზოგადად დარგისთვის, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში. მოგეხსენებათ, რომ 2016 წელს ბაზარი ხასიათდებოდა ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ფასებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ავიღოთ 5 წლიანი, ასე ვთქვათ, პერიოდი. თუმცა ვიტყოდი იმას, რომ ჩვენმა კომპანიამ გარკვეული იმ ზომების შესაბამისად, რომელიც იქნა მიღებული კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან, ვიტყოდი, რომ წარმატებით გადალახა ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგინა 2016 წელმა. გახსოვთ ალბათ, რომ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში შემოღებული იქნა სპეციალური მუშაობის რეჟიმი 4 თვის განმავლობაში, რადგანაც ასე ვთქვათ, ძალიან დაბალი იყო მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე. თუმცა ამის და მიუხედავად ჩვენ შევძელით წარმატებით დაგვესრულებინა წელიწადი, არ გავსულიყავით ფინანსურ ზარალზე, გვენახა ცოტაოდენი მოგება და უკვე სრული მზადყოფნით შევხვედრილიყავით 2017 წელს. რაც შეეხება 2017 წელს, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედები, რომ ის პროცესები, რომელიც დაიწყო 2016 წლის უკანასკნელ კვარტალში, კერძოდ კი დეკემბრის თვეში, გაგრძელდება მთელი 2017 წლის განმავლობაში და შენარჩუნდება ის მოთხოვნა და ის ფასები, რომელიც დღეს გვაქვს და დღეს ვხედავთ ჩვენ მსოფლიო ბაზარზე, ფეროშინანობებზე და აგრეთვე მადნებზე. 2016 წელი მინდა ხაზი გაუსვა, რომ არა მარტო გამოწვევების წელი იყო, არამედ ინოვაციების წელი შემიძლია რომ დავარქვა, რადგანაც პირველად უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ჩვენმა კომპანიამ და ამ საწარმომ მოახდინა ექსპორტი განეხორციელებინა ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში წარმოებული კონცენტრატისა. მისი გაგზავნა მოხდა ჩინეთში, ჩინელმა პარტნიორებმა უკვე ეს პროდუქცია მიიღეს
და მეცაც ვიტყვი, რომ კიდევ მოგცეს შეკვედები, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ დღეის მდგომარეობით ვეღარ ვახერხებთ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ვინაიდან და რადგანაც სწორედ ეს კონცენტრატი გვჭირდება იმ საბოლოო პროდუქტის, ანუ ფეროშენობის საწარმოებლად, რომელსაც ჩვენ რეალიზაციას უკეთებთ მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე. რაც შეეხება ბაზრებსაც, აქაც მინდა შევეხო სიახლეს 2016 წლის ბოლო კვარტალში ჩვენ მოახერხეთ და გავედით რუსეთის ბაზარზე და დღეის მდგომარეობით გახლავთ ეს კომპანია გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი როგორც ამერიკის ბაზარზე, აგრეთვე რუსეთის ბაზარზე. სამწუხაროდ ამის პარალელურად შემცირდა ჩვენი წილი ევროპულ ბაზრებზე, რადგანაც უბრალოდ ჩვენ არ ყოფნის, არ გვაქვს საკმარისი სიმძლავრეები, რათა დავაკმაყოფილოთ ყველა ეს ლოკაცია და ყველა ეს ჩვენი პარტნიორი. ბატონო მერაბ, საინტერესოა როგორი იყო 2016 წელი GAA-ის ჰოლდინგში შემავალი ქართული საწარმოებისთვის. ვგულისხმობ ვარციხე ჰეს, ჭიათურ წყალს და ფერომეტს. რამდენად წარმატებული იყო მათთვის გასული წელი და რა სიახლეები დაინერგა ან რა სირთულეების გადალახვა მოუწიათ? მოგეხსენებათ, რომ საქართველოში Georgian American Alloys ჯგუფს გააჩნია არამხოლოდ Georgian Manganese, როგორც ჯგუფში შემავალი კომპანია, არამედ ჩვენ ჯგუფში შედიან ისეთი კომპანიები, როგორიც გახლავთ Ferromedi, ისეთი კომპანიები, როგორიც გახლავთ ვარციხე 2005, ისეთი კომპანია ახლა დაარსებული, როგორიც გახლავთ ჭიათურის წყალმომარაგების კომპანია. თითოეული მათგანისთვის 2016 წელი აგრეთვე საკმაოდ რთული წელი იყო, თუმცა მინდა დავიწყო იმ დიდი წარმატებებით, რომელსაც მიაღწია ვარციხე 2005-მა, რეკორდული გამომუშავებით დაასრულა ამ საწარმომ წელი და გენერაცია მოახდინა თითქმის მილიარდი კილოვატ-საათი ელექტროენერგიის, რომელიც მთლიანად მიემართა ზესტაფონის ქარხანაში და რომლის მეშვეობითაც მოხდა ჩვენი პროდუქციის წარმოება. ორიოდე სიტყვით შევეხები აგრეთვე იმ ჰოსპიტალს, რომელსაც მართავს ჯგუფი და რომელიც შედის ჩვენს ჯგუფში, ეს გახლავთ Ferromedi. Ferromedi-მაც 2016 წელს მიაღწია საუკეთესო მაჩვენებლებს, როგორც შემოსავლიანობის თვალსაზრისით, აგრეთვე მომგებიანობის თვალსაზრისით. არის რასაკვირველია საკითხები, რომელიც კვლავაც ითხოვს გადაწყვეტას და სწორედ ეს მოგება, რომელიც ამ კომპანიამ მიიღო, მიემართება იმისათვის, რომ მოხდეს ამ ჰოსპიტალის კიდევ უფრო მეტად განვითარება, კეთილმოწყობა და ახალი მომსახურებების შეთავაზება ჩვენი, ასე ვთქვათ, პაციენტებისთვის. რაც შეეხება ჭიათურის წყალმომარაგების კომპანიას, ეს გახლავთ ახლად შექმნილი კომპანია, რომელიც 2016-ში დაარსდა. არის ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც თავის თავში გულისხმობს წყალმომარაგების უწყვეტ რეჟიმში მიწოდებას ჭიათურაში. ეს ძალიან რთული პროექტია, ვინაიდან და რადგანაც ის რელიეფი, რომელშიც ჩვენ გვიწევს ოპერირება ჭიათურის მუნიციპალიტეტში არ არის ადვილი, ეს მთიანი რელიეფი გახლავთ. ამავდროულად ძალიან დიდი ყურადღება ენიჭება წყლის ხარისხს და მე ვფიქრობ, რომ 2017 წლის განმავლობაში იმ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შემდგომ, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, ჩვენ უკვე შესაძლებლობა გვექნება, რომ წყალმომარაგებით უზრუნველყოთ სრულად ის სოფლები და ქალაქ ჭიათურის ის ნაწილი, რომელიც მარაგდება ჩვენს მიერ მოპოვებული წყლით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია უახლესი საბაზრო ფასები მანგანუმის შენადნობებზე მზარდია. შეგვიძლია ამ გადასახედიდან თქვათ, რომ დარგში კრიზისი გადალახულია? ამ კითხვაზე უკვე ნაწილობრივ ჩვენ მე გიპასუხეთ 2016 წლის ბოლო მეოთხე კვარტალში მოხდა ფასების რადიკალური ცვლილება ბაზარზე, ფეროშენობებზე, მოხდა მათი ზრდა და მე ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ექსპერტების მოსაზრებებს ვიზიარებ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მოხდება 2017 წელს ამ ფასების შენარჩუნება. რას მოგცემს ჩვენ მსგავსი სიტუაცია? მსგავსი სიტუაცია ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ უფრო თამამად საინვესტიციო პროექტები, როგორც ზესტაფონში, აგრეთვე ჭიათურაში. ზესტაფონში იგეგმება კიდევ ერთი ფეჩის, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ღუმელის სრული კაპიტალური რემონტი, რომელიც უნდა გაიმართოს და გაიშვას მარტის თვეში, მიმდინარე წლის მარტის თვეში. რაც შეეხება ჭიათურას, უკვე ძალიან დიდი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ ახალ გამამდიდრებელ ფაბრიკაზე, რომლის მშენებლობის ნებართვაც სულ ახლახან იქნება მოპოვებული და მე ვფიქრობ, რომ თუ წარმატებით დასრულდა, ასე ვთქვათ, იმ პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც დღეობით არსებობს კომპანიაში, გულისხმობ იმ დავებს, რომელიც მიმდინარეობს საგადასახადო ორგანოებთან. მე ვფიქრობ, რომ ეს პროექტი დაიწყება 2017 წელს და თუ კლიმატური პირობები მოგცემენ ამის საშუალებას, ჩვენ შევძლებთ, რომ ეს პროექტი მშენებლობის ნაწილში მაინც დავასრულოთ ამავე წელს.
თუმცა ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ ამბიციური გეგმა არის და საკმაოდ რეალისტურია, რომ ამ პროექტმა ცოტაოდენ გადაინაცვლოს 2018 წელს მისი დასრულების თვალსაზრისით. თუ შეიძლება მოკლედ მოგვითხროთ იმ მთავარი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომლის რეალიზებასაც 2017 წელს GAA-ის ქართულ საწარმოებში გეგმავთ. რაც შეეხება საინვესტიციო გეგმებს, მოგახსენებთ იმას, რომ კომპანია წლიდან წლამდე დაახლოებით 12-დან 15 მილიონ დოლარამდე კაპიტალ დაბადებებს ახორციელებს. მე ვგულისხმობ არა მარტო კომპანიას, როგორც Georgian Manganese, არამედ სრულად ჯგუფს. აქ იგულისხმება ის კაპიტალური რემონტები, რომელიც ხორციელდება ვარციხესის ენერგოგენერაციის ობიექტებზე, აგრეთვე ფერომეტში და რასაკვირველია, ზესტაფონის ფეროშენობთა ქარხანაში და ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში. აც უკვე დაგვემატა ჭიათურის წყალმომარაგების კომპანია, რომელიც აგრეთვე მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს. წელს 2017 წელს ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება, როგორც იქნება ზესტაფონის ფეროშენობთა ქარხანაში იგეგმება ახალი ერთეულის დამატება, რომელიც უზრუნველყოფს იმ წვრილფრაქციული სილიკომარგანეცის გადამუშავებას და მზა პროდუქციის სახით უკვე ბაზრისთვის მიწოდებას, რომელსაც ეწოდება ეგრეთ წოდებული ანაცერი და მისი ზომა არის 0-დან 6 მმ-მდე. ამ პროექტზე ჩვენ უკვე რამოდენიმე თვე ვმუშაობთ და ძალიან დიდი მეც გამოვთქვა, რომ წარმატებით დავასრულებთ ჩვენ ტესტირებას და შევძლებთ, რომ ეს პროექტი სრულად განვახორციელოთ. ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში, როგორც მოგახსენეთ, იგეგმება ახალი ფაბრიკის მშენებლობის დაწყება, ძალიან დიდი მედებს ვამყარებთ ჩვენ ამ პროექტზე. რაც შეეხება ფერომეტში, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ახალი დანადგარების შეძენა და მათი მონტაჟი, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ, ხოლო ენერგეტიკის დარგში გულისხმობ ვარციხე 2005-ს, ამ შემთხვევაში ხდება ინვესტიციები, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ არ დავკარგოთ წყალი და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეფექტურად ის რესურსი, რომელიც ჩვენი გაგვაჩნია. გმადლობთ, რომ ჩვენს კითხვებს უპასუხეთ. დღეს რუბრიკაში პროფესიული და პიროვნული პორტრეტები. ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის წერეთლის მაღაროს მთავარ ენერგეტიკოს გიორგი ღავთაძეს გაგაცნობთ. ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში მუშაობა 1986 წელს დაიწყო და მას შემდეგ აქაა გვიყვება წერეთლის მაღაროს მთავარი ენერგეტიკოსი გიორგი ღავთაძე. 99 წელში ტრესტის ბრძანებით გადმომიყვანეს წერეთის საღლების მაღაროზე. მის შემდეგ პროფესია არ შემეცვლია, ვემსახურები სულ ნაიჩენს პროფესიას და ელექტროსამსახურს. მთავარი ამისთვის არის ის შენი საქმის სიყვარული, ის შენი საქმის მონდომება. ეს ქვესადგურია, საიდანაც წერეთლის მაღაროსთვის ელექტროენერგიის მიწოდება რეგულირდება. აქედან ნაწილდება ძაბა ქარხანაში, მაღაროში, ეზოს განათებაზე, ტერიტორიაზე სრულიად აქედან მიმდინარეობს ყველაფერი პროცესი. გიორგის თანამშრომელი ვარ 3 წელი არის დაახლოებით. თავიდან ცოტა იმდენად არ ვიცოდი, შეჩეულიც არ ვიყავი და მეხმარებოდა ყველაფერში, რაც დამჭირდებოდა ვეკითხებოდი და მირჩევდა და მასწავლიდა ყველაფერს როგორც თანამშრომელი, უფროსი და მეგობარის. ახლა წერეთლის მაღარო მუშაობის ახალ, თანამედროვე სტანდარტებზე გადასაწყობად ემზადება. აქ მადნის მოპოვება ბაზალტების უბნისა და პერევისის მაღაროს მსგავსად მოხდება. ამ ეტაპზე მოძველებული მექანიზმის დემონტაჟი მიმდინარეობს. მადნის მოპოვების პროცესში ელექტროგაყვანილობის გამართულობა ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ჩვენი სტანდარტები ამ ცვლილებებთან დაკავშირებით არ ამგონია რომ შეიცვალოს და ჩვენ სამსახურს, ელექტროსამსახური არც არასდროს არ ვიცი რომ ეს რაიმემ შეცვალოს. ჩვენი მოვალეობა ვაკეთოთ კეთილსინდისიერად, პატიოსნად, რაზედაც მივალთ გასაკეთებლად. გიორგი ღავთაძე სატვირთო საბაგირო გზის გამართულ მუშაობაზეცაა პასუხისმგებელი, რომელიც მეშვეობითაც მადანი მაღაროდან გამამდიდრებელ ქარხანაში გადააქვთ. გარდა ამისა, მათ მოვალეობაში შედის, რომ მუდმივად მწყობრში იყოს სამგზავრო საბაგირო გზა, რომელიც როგორც კომპანიის თანამშრომლებს, ასევე სოფელ ზედარგანის მოსახლეობას უფასოდ ემსახურება. ჩვენ უნდა მივხედოთ მათ ელექტრულად თუ რაიმე დაზიანებები იქნება, ყველანაირად ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ იმუშაოს ყველაფერმა თავის ნორმებში.
სიფრთხილე, უსაფრთხოების ნორმების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში მყისიერი რეაგირება ენერგეტიკოსთა ყოველდღიური მოვალეობის შესრულებისას მთავარი საკითხებია, რომელიც მაღაროს ნაყოფიერ მუშაობასა და აქ დასაქმებულთათვის მადნის მოპოვების უსაფრთხო პროცესის უზრუნველყოფას გულისხმობს, რასაც სათავეში წერეთლის მაღაროზე გიორგი ღავთაძე უდგას. ყველაზე პირველი რაც შეიძლება იყოს, ეს არის უსაფრთხოების წესების დაცვა. ჩვენ გვაქვს სპეციალური ინდიკატორი, რითიც სინჯავთ ძაბას, გვაქვს ბოტები აუცილებლად, რომელიც უნდა ჩაიცვა ბოტები, უნდა ჩაიცვა ხელთათმანები, რეზინის ფესად ელექტრიკური ხელთათმანები და შემდეგ მივდივართ ფიდერთან. გიორგი ღავთაძე არის კეთილსინდისიერი, კარგი თანამშრომელი და კარგი მუშაკი, კარგი ოჯახის პატრონი, კარგი პიროვნება. თუ კი რამე დაზიანება იქნება ელექტროობის განხრით, ყოველთვის გვერდში გვიდგას გოგი თავისი თანამშრომლებით და ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მამის პროფესიით უფროსი შვილი ავთანდილი დაინტერესდა, უმცროსი მირიანი კი გვირაბგამყვანია და ისიც წერეთლის სახელობის მაღაროზე მუშაობს. გიორგის მეუღლე პედაგოგია. გიორგი ღავთაძე ოჯახით ზესტაფონის რაიონის სოფელ ბოსლევში ცხოვრობს. ამიტომ ხშირად მაღაროსთან ახლოს კომპანიის თანამშრომელთათვის განკუთვნილ საერთო საცხოვრებელში რჩება. მე ვიყო ჭიათო ჯორჯიან მარგანეძის წარმომადგენელი, მუშაობდი ამ სისტემაში. ძალიან დიდი მნიშვნელოვანია ჩემთვის ეს. დღეს მით უმეტეს ჭირდება ქალაქს, ჭირდება ჯორჯიან მანგანეს სპეციალისტები. ახლა გიორგის და მისი გუნდის მთავარი ამოცანა წერეთლის მაღაროს მადნის მოპოვების თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანაა, რაშიც ენერგეტიკოსთა გუნდის როლი ძალიან დიდი და საპასუხისმგებლოა. ინდუსტრიული მაცნეს შემდეგ გამოშვებებში კვლავ გაეცნობით საინტერესო ადამიანების პროფესიულ და პიროვნულ შტრიხებს. ეს იყო გადაცემა ინდუსტრიული მაცნე. გემშვიდობებით ერთი კვირით მომავალ შეხვედრამდე.